დიდი პროტესტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არის უკვე დაწყებული, რამდენიმე წუთია ჭავჭავაძის გამზირი არის სრულიად გადაკეტილი, მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ახლა სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არიან ერთადერთი მოთხოვნით, რომ ის ეგრეთ წოდებული რეფორმა, რაზეც ქართული ოცნება მუშაობს, იქნეს გაწეული, რადგან აქ ყოფი ადამიანები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს რეფორმა ამოქმედდება, მოქალაქეებს მოუწევთ ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ სწავლა, რადგან ის პროგრამები, რა პროგრამებსაც ქართული ოცნება სტუდენტებს და აბიტურიენტებს თავაზობს, მათთვის არ არის მისაღები. გაჩვენებთ პირველ რიგში რა ხდება ახლა ჭავჭავაძის გამზირზე, თქვენ ხედავთ აქციის მონაწილეებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორებს, მოქალაქეებს, რომლებიც ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ სტუდენტების ხმა გაიგოს, აქ ყოფი ადამიანები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში სტუდენტებმა აჩვენეს ძალა იმისა, რომ ისინი არ ემორჩილებიან რუსულ რეჟიმს და ამბობენ, რომ დღესაც სწორედ აქედან დაიწყებენ ბრძოლას იმისათვის, რომ განათლება დაიცვან. მოქალაქეების პროტესტის პარალელურად ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა გამოცხადებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს აქვს დაკავებული ჭავჭავაძის გამზირის დიდი ნაწილი. ისინი ელოდებიან ახლა მოქალაქეების მსვლელობას, ჯერჯერობით უცნობია თუ რა მიმართულებიც ექნებათ აქციის მონაწილეებს თულობა, თუმცა დანამდვილებით ვიცით ის, რომ ბოლო ლოკაცია დღევანდელი საპროტესტო მარშის იქნება განათლების სამინისტრო, სადაც აქციის მონაწილეები სიტყვით გამოვლენ და გააპროტესტებენ იმ ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმას, რომელზეც საუბრობს ქართული ოცნება უკვე რამდენიმე თვეა. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ უნივერსიტეტი, ამაზე საუბრობენ აქ ყოფი ადამიანები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აქ არიან ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც პირველივე წუთიდან მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ განათლების რეფორმაზე დაიწყო საუბარი, დგანან ქუჩაში უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე და აპროტესტებენ იმ რეფორმას, რომლის მიღებასაც ქართული ოცნება ცდილობს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე თვეში უკვე აბიტურიენტებს მოუწევთ ოფიციალურად შეავსონ ვებ-გვერდზე და აირჩიონ უნივერსიტეტები და ფაკულტეტები, თუმცა ჯერჯერობით ქართული ოცნება აბიტურიენტებს ვერ თავაზობს კონკრეტულ უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს, რადგან ამ პროტესტის პარალელურად ჯერჯერობით ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ბედავენ და ვერ ეუბნებიან აბიტურიენტებს თუ რომელ პროგრამის ფარგლებში შეეძლებათ მათ უნივერსიტეტებში ჩაბარება. როგორც ხედავთ, პროტესტი ჭავჭავაძის გამზირზე გრძელდება, სწორედ ეს არის პირველი ლოკაცია, სადაც აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, რამდენიმე წუთში უკვე იქნება მსვლელობა და ბოლო ლოკაცია, სადაც აქციის მონაწილეები გაჩერდებიან, ეს იქნება განათლების სამინისტრო. დღეს დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩები ნამდვილად იქნება პროტესტის მთავარი ეპიცენტრი, რადგან ყველა თანხმდება იმაზე, რომ იმ შემთხვევაში თუ ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმას პროტესტის მიუხედავად ქართული ოცნება მიიღებს, ასეთ შემთხვევაში ისინი უნდა ელოდონ დიდ ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციას, რაც ამბობენ სტუდენტები და ლექტორები, როგორია მათი პოზიცია ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ რომ მოისმინოთ. 90%-ზე მეტი სტუდენტებისაც ვეღარ მიიღებს 13 წელიდან მხოლოდ 360 გაუნდა მიიღოს. უკვე პრობლემა შეიქმნა, გარდა ამისა პრობლემა არის, რომ ფაქტიურად არ იყო გათვალისწინებული, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ავტონომია და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ და წარმომადგენლობრივ საბჭოსთან შეთანხმების გარეშე. ჩვენ აქ ვართ შეკრებილი სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოვადგენთ და დევნილი უნივერსიტეტი მათი მიერ იქნა განადგურებული. და ეს არის არა მარტო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე უარისმა, არამედ აფხაზეთზე უარისმა. და აფხაზეთზე უარისმად თქვით ჩვენ უარს ვამბობ საქართველოს ეროვნულ ინტერესზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს რო შეფასდეს არის ღალატი და ჩვენ მოღალატეებთან მხოლოდ ძალის ენით უნდა ვიზაუბროთ. ეს ძალა ახლა აქ არის და თუ ისინი გონს არ მოეგებიან, ჩვენს ძალას იგრძნობენ სრული რესურსი. მაშინ როდესაც სტუდენტებს აწუხებს ძალიან მრავალი თემა, აწუხებს ფინანსური სიტუაცია ქვეყანაში, აწუხებს ის თუ როგორ გადარჩენ და როგორ ისწავლონ დღევანდელ საქართველოში, იმისასაც რომ ამას
რაიმე გამოსავალი მოუძებნო ივანიშვილის ხელისუფლებას ცდილობს რომ პირიქით უფრო შეუზღუდონ უფლებები ამ სტუდენტებს და ის ფაკულტეტები რომელზეც ჩაბარება უნდა სწავლა უნდა ადამიანს მოწყურებულია განათლება ახალგაზრდა ადამიანი ამას უსწრებს საერთოდ ის პროგრამები რომელზეც მე ვსწავლობ ჩემი მეგობრები სწავლობენ ამ უნივერსიტეტში საერთოდ გაუქმდება და თესეულში შემცირდება ანუ ეს შეუძლებელი გახდება რომ ადამიანმა რაიმე ღირებული განათლება მიიღოს მომავალ საქართველოში ეს უფრო ღრმა არის საუკუნეების წინ დაწყებული პრობლემაა როდესაც რუსეთის იმპერია მოდის ის ამბობს რომ მე ვარ დიდი ქრისტიანი და განათლებული იმპერია და უნდა განვანაცვლო და გავაქრისტიანო გარშემოყოველი ახლა პირველად არის როდესაც რუსი ყავს აქ მოგზავნილი მაგრამ ერთი რამე გამორჩა რომ 15 საუკუნოვან ტრადიციას ებრძვის შეუძლებელია ამის დამარცხება და ეს ახალგაზრდების სწორედ ამის ნიმუში ეს არის დაახლოება რუსეთთან და ერთადერთი ვინც მიგვიღებს ქართველებს იქნება რუსეთი როდესაც ჩამოцილდებით ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი და განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით იმიტომ რომ ეს მომავალს ქვეყნის მომავალი ამაზე არის მხოლოდ დაფუძნებული და როდესაც ამით შორდები განვითარებულ სამყაროს და უესტები ჩარჩენილ მეგობრებო კიდევ ერთხელ მოგესალმებით ეს იწვევს ძალიან ხშირი არის კითხვა სად არის სტუდენტებიო და ხარ გავაკონოთ სად ვართ 10 წლეულებით უკან დახევას განათლების რეფორმის და საცავად ქუჩაში გამოსული ადამიანები ამ წუთებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან, თუმცა ელოდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც შემოუერთდებიან დღევანდელ მარშს. სულ ცოტა ხანში დაიწყება მსვლელობა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. პირველი ლოკაცია, სადაც აქციის მონაწილეები გაჩერდებიან, ეს იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწორედ ამის შემდგომ გადაინაცვლებენ სტუდენტები, აქციის მონაწილეები, პროფესორ-მასწავლებლები განათლების სამინისტროსთან. პროტესტია ილიაუნთან ირაკლი ბახტაძე მუშაობს ადგილზე, რომელსაც ჩვენ შემდეგ გამოშვებებში დავუბრუნდებით.